დაბალი არ უნდა ყველაფერს დააფეთქებული მოუთოვია ირპერში სადაც მიდივარ და აგერ გააჩერებს ახლა ძაბის ვარ და გამოგვიცხადნენ და გავაჩერებთ ხმატარა ხანშია და უნდა ვიდეთ აგან სიცივეში სიბინძურეში ამ დააფეთქებულ მატარებელში ეგია საქმე ну არ ვიცი რა ვინ არის ევროპელები გადაგრევენ მოკლედ რა სავერგო უწმენდიან აშუღებს ახლა ეს ისე და რეალობაში რაც ქუთაისში ხდება ამ წუთას ну შაშანდელი გურიის შემდეგ გამოცდილება გვაქვს შაშანდელი გურიის მერე სადაც ხვებლით დამთავრდა ეს ტიქია და ну ბაღდათი ვალი რა ვიცი ვინ არის უამსტიკის ქვეშ მოყოლი აი არანაირი გაკვეთილი არ გამოიტანენ აი არანაირი გაკვეთილი არ გამოიტანენ წესაც აბსოლუტურად გაწირული ყავთ ხალხს და ღმერთმა უნდა გუშულოს რომ რამე დიდი არ მოთხოვოს თორემ დედა გვაქვს ნატირები აი რა ვიცი რა როგორ არ შეიძლება ამ ხალხთან მუშაობა რომ ოუხსნა ეს ყველაფერი და ეს საუბროთ რა შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მე ვიქროთ სხვა გზა არ არის სხვა გზას ასე ვერ ჩამოვაგდებ რავი ახლა დარწმუნებული ქუთაისში ოცნების წევრებიც იგინებიან იფუთხებიან და ნუ ნეიტრალებს უძახიან თავის თავზე არჩევნებში არ ვერევი აი იმ ხალხთან როგორ არ შეიძლება მუშაობა რომ რამენაირად მოვიმატოთ აი შეხედეთ რა და შეხედეთ ევროპას აი ნახეთ რა ლამაზი სოფლებია ნახეთ რა აბზრიალებული გასანსალებული რა ვიცი ახლა მეტი რა გითხრათ და რა ვიცი ადამიანებო ყველა თქვენი სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ ოცნების ტიკა თუ არა ოცნების სტიქია მარიცი გარჩევა ოცნების ტია თუ არა ოცნების ტია ხალხო გეიგეთეთ და სამოდაოდ უყურებთ უკვე ამ ხელისუფლებას არაფრისთვის ელემენტარული წინააღმდეგობისთვის ესენი სად არ არის და ეს ახლა იცის ევროპას და ვის რა სიკვდილად უნდა ამ გეზზე დაძალებული ომი კი არა თოვლი ვერ მოუწმენდიან დედამოტყულებს თოვლი ვერ მოუწმენდიან ქალაქის პარალიზება ხდება რა ის ომს მოთხოვენ რა ეს ამას ვერ უყურებს ახლა საფრანგეთი და ბელგია და გერმანია შემგონია და არიციან ელჩები კარტოფილს კი ათლიან ყოველდღურად აწოდებენ ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ კარტოფილის საფრთხეები ხო არ არის ჩამოსული ელჩები რა თუნდა იმასაც პარტია და არასამთავრობო ჩატარლიანი ამბები აბა ელჩი რა სიკვდილს აკეთებს რა ვიცი ხალხო გაიგეთ კიდევ ერთხელ და განცებული ყავართ ნებისმიერი პატარა სტიქია იცოდეთ რომ სიცოცხლის ფასად დაგვიждდება არ დაიჯეროთ ერთი წამით რომ ეს ხელისუფლება რამეს პრევენციას მოახდენს ან რეაგირებას მოახდენს შესაბამის მალოთ პროდუქტებისათვის